შეთანხმებული ვაზისუბნის მოსახლეობა სპორტული დარბაზის აშენებას პირდება. სახალხო დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს საკუთარი რაიონის ამომრჩეველს შეხვდა და ადგილზე არსებულ სოციალურ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებს ყველაზე მეტად შიდა კვარტალური გზების დაზიანება და სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება აწუხებთ. ვაზისში არ არსებობს არც ერთი სპორტული დარბაზი. ეს არის საჭირო აუცილებლად ამ ხალხისათვის 50,000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს აქ და ერთი სპორტული დარბაზი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ ამ უბანს ერთი მართლაც თანამედროვე დარბაზი აუშენოთ. პრობლემებია, რა თქმა უნდა, დასაქმებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა პრობლემები, ესე იგი, კომუნალური პრობლემები, გადასახადები, რა თქმა უნდა, უჭირდა, რა თქმა უნდა, სახალხო დემოკრატები და პირადად მე, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები. თავიდან ბოლომდე ვიბრძოლებ ამ კომუნალური გადასახადების შემცირებისკენ.